მოგესალმებით. სალამ ალეიქუმ. არა. აი, ოჩ. ანუ ხო რა იყო რა. ხით. მოგესალმებით მეგობრებო. მარიანა და მე, რიგით ნომერ მე-7 პოდკასტით და დღევანდელი თემა არის ძალიან საინტერესო. იმ ხრივ რომ ისო ფსიქოლოგიასთან არის კავშირი. ხარა, ფსიქოლოგიასთან ყველაფერია კავშირი ზოგადად და მაგიტომაც არის ფსიქოლოგიაში ყოფი კაცი. მაგრამ არა მარტო მაგიტომაც არის ფსიქოლოგიაში ყოფი კაცი რა? კაცეთი. თემა ისეთია, რომ არა მხოლოდ ფსიქოლოგია, არამედ რა, ყველას გვეხება რა. ყველას, ვისაც მაყვალა დეიდა ყავთ, თუ ბებია, თუ მეზობელი და ასე შემდეგ, აუცილებლად გამოცდილი გექნებათ ეგ ამბავი. და ჩვენი თემა არის საზღვრები. საზღვრები ზოგადად პირადი, გარე, სოციალური საზღვრები და ასე შემდეგ. ქვეყნის, ხო, გეოგრაფიული და რა ვიცი. სასვლის. ხო. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს და ზღვარი. ზღვარი საზღვრები უფრო, საზღვრები იქ წავთ, რომ აი ადამიანის პირადი სივრცე, რომელსაც საზღვრები აქვს და რომელიც ხშირ შემთხვევაში ირღვევა. ირღვევა ძალიან სულ ირღვევა ფორმებში, კი. და შევეცდებით, რომ აი თემაზე გავშალოთ ფსიქოლოგიურადაც და რა ვიცი, სოციალურად, კულტურულად. ძირითადად, ეს სამი ის აქვს, ხო? ანუ ფსიქიკური მომენტი აქვს, მაგ საზღვრების აკაცინებს და მე გადავწყვიტე, რომ ეს შეგეწინააღმდეგო რა. ხო, მაგრამ ეს ახალი როლი აქვს მოწინააღმდეგის. ერთმანეთს ნოეთახმებით ყველაფერში და გადავწყვიტე, რომ ლევანი ტყვის ყველაფერში საწინააღმდეგო აზრი დავაფიქსირო, ასე რომ მაგიტომ გისმენ, რომ ინფორმაციას თუ ვერ მივიღებ, ვერ შეგეწინააღმდეგო. ანუ ჩვენ შორის ზავით გედება შავმა კატამ გაირბინა და საზღვრები უფრო გამყარდა რა, ანუ როცა რაღაცაზე რომ საუბრობთ, ხო ის არის, რომ ნამდვილები უნდა ვიყოთ. და უკვე ზღვარი ჩვენით დავიწყეთ. ანუ ვიცით მაგინა, რომ აქამდე არანამდვილები ვიყავით? ხო და ნახე, საქმეს ხო. საქმეს ხო. თავი დავანებე. ხო და ეს ზღვარი ჩვენიდან დავიწყეთ, თქო რა. დღეს ეგეთი როლი გვაქვს. ბატონო. ისმენთ. გვესაუბრეთ საზღვრებს. მაშინ დავიწყოთ ხათ ბავშვობიდან. საზღვრების გარეშე ან შეუძლებელია თავიდან ამ საზღვრები თუ არ დაირღვა, ხო? ვერ ვიარსებებთ, ვერ გადავრჩებით და რაღაც იმ ასაკამდე ვერ მივალთ, რომ მე რაღაც ჩვენ თავს მივხედოთ. და რატომ? უბრალოდ მარტივი მიზეზის და გამო ბავშვი რომელიც იბადება, ჭირდება ზრუნვა, მოვლა, ყურადღების მიქცევა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ ვერ გადარჩება და შესაბამისად ამ შემთხვევაში ბავშვისთვის არსებობს ზღვარი და საზღვარი, მას ჭირდება ერთიანობა მშობელთან, ან მომვლელთან, ვინც ცდის და ეს არის ჯანმრთელი საზღვარის დარღვევა, ზღვრის დარღვევა, რომელიც საჭიროა და ამის გარშემო უბრალოდ ვერ ვიქნებით, მაგრამ აი მერე იწყება, არ დავიწყება, როცა შეიძლება შეგეწინააღმდეგოს, სანამ მერე არ დავიწყებაზე, რა აი ბავშვსაც აქვს, პატარა ბავშვსაც აქვს საზღვრები. იმიტომ რომ ის მიჩვეული თუ არის ძიძა იქნება, ბებია, ბაბუა თუ მშობელი, როდესაც უცხოობა იცის, ანუ არა თავის ზღვარს რაღაცნაირად თვითონ განსაზღვრავს ბავშვი არაცნობიერად, რომ ვიღაცა უცხოს თუ უნდა რომ ეს ბავშვი ხელში აიყვანოს ტირის. აი უკვე ალბათ აი 2 თვის მერე უკვე ხდება რომ ნაცნობის სუნი არ აქვს ან ეს თავისებურად გამოიმუშავებს და უკვე ბავშვი ის რომ შენ არ გეკარება, უკვე თავისი ზღვარი აქვს რაღაცნაირად. შეიძლება მისი ძალიანაც ახლობელი იყო ოჯახის, მაგრამ შენ არ გიცნობს ბავშვს შესაბამისად აქვს რა ის ზღვარი რომ შენთან არ მოვა დედასთან მიეტუზება უკვე რომ წამოიზრდება და ასე შემდეგ. ანუ მაინც ის რა ეს ზღვარი მიეტუზკოზირება. მიტუზული როა. ხო და მე მაგას ვიძახ ზუსტად. ჩემო მოწინააღმდეგეო, რომ ან ზუსტად ეგა რომ საზღვრების დარღვევა საჭიროა, ანუ ირღვევა ბუნებრივად, რომ ის ამ ბავშვს მოვლა ჭირდება და ანუ ხელში რო იყოს თუნდაც დედა, ტექნიკურად ეგეც საზღვრის დარღვევა შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ეს არის აუცილებელი, ხო, სხვანაირად
რაღაც როტირის და აი, ხა მაგას მე საზღვრის დარღვევად საერთოდ ვერ ჩავთვლი, მაგას მართლა გულწრფელად ვერ მოყვები. მაშინ გასავთ მეგობრებო. რომ დედას და შვილს შორის ისეთი კავშირია, რომ აი ხელს შეაყვანა ამ შემთხვევაში ბავშვისთვის ხვარი არ არის. თუმცა აი საზღვრების დარღვევა მე უკვე იწყება, როდესაც ჩვენ ვიზრდებით. გარდა იმისა, რომ სკოლიდან იწყება, უკვე ზრდასრულ ადამიანებს, აი ხა ჩვენი ცხოვრება რო ავიღოთ ცალ-ცალკე, ძალიან ბევრი ადამიანი ყავს უკან ბექგრაუნდში, ვინც საზღვრებს გვირღვევს. ხო. ეს უჩვენიერი სიქმნილება ხო. ვინც საზღვრებს გვირღვევს. თავის და უნებურად. თუმცა იმის ანუ არას თქმა ხო პრობლემაა და რაღაცნაირად ჩვენ თუნდა გამოვიმუშაოთ ის, რომ ჩვენ თვითონ დავაწესოთ ყველა ადამიანთან ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, ზღვარი. ვიღაცას მეტად შეუძლია შემოსვლა შენს პირად სივრცეში, ვიღაცას ნაკლებად, ვიღაცას საერთოდ არ შეუძლია. ეს უნდა იყოს დროსთან ერთად მოტანილი და ინდივიდუალურად. ანუ ყველას ესე რაღაცა ზღვარს ვერ დაუწესე. იმიტომ რომ არაბუნებრივია, იმიტომ რომ ვიღაცასთან მოგწონს, რომ ის ვიღაცა შენთან კიდევ უფრო ახლოს არის, ვიღაცა რაც უფრო შორს არის, მით უფრო ტკბები. და მაგას უკვე ჩვენ ვადგენთ რა. ხო, მაგას უკვე როცა რაციონალური აზროვნება უყალიბდება ადამიანს და ანუ თავის ზუსტად აი ამ რაციონალურ აზრთან ერთად იბადება ეს აზრობის, რომ რაღაცა ჩემია, რაღაც ეგ არის ის მომენტი, რომ ის იყო ექსპერიმენტი იყო, როდის აღიქვას ბავშვი უკვე სხვა ადამიანს რა, დაახლოებით რაღაც ცნობილი ბავშვთა ფსიქოლოგი იყო პიაჟე, რომელმაც ჩაატარა მსგავსი ექსპერიმენტები და მომენტია, როცა დაახლოებით 3 წლიდან ბავშვი უკვე ერთი იმით არ იყურება. ან სხვაvis, რომ ის ცალკე ინდივიდია, გამოყოფილია დედისგან და საზღვრები აქვს. მაგრამ მანამდე მაინც რომ დაუბრუნდეთ იმას, ჩვენ პარაკრობას, რომ ბავშვი ტექნიკურად საზღვრები რა არის, ხო? ვიღაცა რომელიც ხელს კიდებს, ვიღაცა რომელიც რაღაც ეს მიდგება თვალწინ, რაღაც ანუ ჩემ საზღვარს ეგ პირდაპირ საზღვარს თუ გულისხმობ, კი ბატონო. ხო და მაგიტო ვიძახი რა, პირდაპირ საზღვარს გულისხმობ, იმიტომ რომ აი ზუსტად დეფინაცია მოვახდინოთ ამის და მე უკვე აი ეგ არის ზუსტად რომ რაღაცა სკოლაში მიდიხარ საზღვრების დარღვევა, იქ რაღაც შენი ბაღიდან დაწყებული სკოლას რომ მივახტე ეგრე. ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური, ყველაფერი არის საზღვრების დარღვევა, მაგრამ აქ უკვე შენი ცნობიერად იცი რომ ეხლა იქ რომ მიხვალ, თვათ ისე არა ვიღაცა მოვა სიტყვაზე უფროსი გეტყვის რა ის გააკეთე, იცი რომ სამსახურია ესეთი, ხო, ესეთი რაღაც შინაარსი აქვს უკვე იმ უნივერსიტეტშიც, მაგრამ ეხლა ბაღში და იმას ცოტა რთულია მაგი ბავშვისთვის რომ გაიგოს, რომ ეხლა იქ რომ მოვა და მასწავლებელი რაღაცას ეუბნება და უბრძანებს უთხოვს და რაღაცა, რომ აი მისთვის საზღვრის დარღვევაა რა. ხო და ანუ იქიდან რომ გამოვიდეთ ბავშვობიდან და ცოტა გავიზარდოთ, ხო? ყველა სხვა ჩარევა არის, აი მაგალითად რა, აი სიკეთის კეთება. აი მე შენთვის აი ეს აფორიზმები ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებით რა. მე ვიცი შენ რა გინდა. და მე შენთვის კარგი მინდა. ხო, მე შენთვის კარგი, მე ესე მოვიქცეოდი. მე ესე და ეს მე გავლილი მაქვს ვიცი. ხო, მე გავლილი მაქვს ვიცი და ასე შემდეგ, აი სავსეა რა, ამით ვარ ძალიან გადატვირთულები რა. ხო და აი რამდენად ძალიან დიდი პრობლემაა ჩემი აზრით, რომ ჩვენთან ესეთი ბექგრაუნდი და ესეთი წარსული გვაქვს საბჭოთა, რომელიც ანუ სავსე იყო რა. აი უხვათა გვაქვს მაგის მომენტი, ელემენტარული აი ესენი რაღაც ოჯახი რო შერწყმული არ მიუხედავთ იმისა, რომ იყო საშუალება რომ სიტყვაზე სალსაკე ეცხოვრათ და მაინც ისე იყო სისტემა მოწყობილი, რომ რაღაც ერთ ბინას აძლევდნენ და აი 100 კაცს უნდა ეცხოვრა ერთად ოჯახში სიტყვაზე ხო, ყველას თავისი ვიცი რომ რაღაც ერთ ოთახიანში 10 კაცი ცხოვრობდა, ხო? ეხლა წარმოვიდგინე ეს რომელ საზღვარზეა, ხო, ლაპარაკი რა. მაგრამ ეხლა თითქოს ცოტა გამოვედით მაგ მდგომარეობიდან, მაგრამ ეგ იყო უკვე ფსიქოლოგიურიდან დაწყებული საზღვრის დარღვევა, რომ ჩემი შვილი ხარ სად უნდა წახვიდე, ვისთვის მინდა აპასუხისთვის, გინდა სახლი, გინდა კარი, ჩემთან უნდა იცხოვრო და შვილის დამოკიდებულება რომ კი მე მშობელთან უნდა ვიცხოვრო და ოღონ ეს ჯერ გონებაში ქონდათ რომ ეგ უნდა ექნათ და მე პრაქტიკაში ხდებოდა და მე უკვე მართლა აი ეს გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ და ის პირადი სივრცე აღარ რჩებოდა თუნდაც წყვილს. იმიტომ რომ არა, მარტივი ვიღაცას რაღაც შეიძლება გაუტარო
აი ესე ერთ-ერთზე, მაგრამ მესამე ადამიანი რო გისმენს, რაღაცებს შეიძლება ვეღარ გაატარო, ან პირიქით. რომ ისე არ გაატარებთ, მაგრამ ეგ რაღაცა გისმენს და ანუ აი ისტორიჩკას ვერ დაიმართებ, ან ძალიან თითქმის ყველა საკითხში იზღუდები, როდესაც მესამე ადამიანი გიყურებს, გისმენს, გეკითხება. საზღვრს დარღვევა ისიც, რომ ცოტა რო გადავახტე, რომ აი ხელფასი რამდენი გაქვს. ერთ-ერთი სერიოზული საზღვრის დარღვევა. ანუ ოღონ ხალხი ვერ იაზრებს, რომ კითხვა არ უნდა დაუსვას რა მეორე ადამიანს. შეიძლება ეხა ხო მეორე ნახევარმა იცოდეს რამდენი გაქვს რაღაც გეგმას რო აწყობ რაღაც აყიდვა გინდა ან რაღაცა კი ბატონო, მაგრამ თუნდაც რომ მეგობარი მოდის და თუნდაც ნათესავი და აი ხელფასი რამდენი გაქვს, მერე ანუ კაი გითხარი, მერე და რას გაძრევ შენ ჩემი ხელფასი? ანუ მე რატო მაყენებ უხერხო მდგომარეობაში, რომ იქნებ ძალიან მაღალ ხელფასზე ვმუშაობ ან ძალიან დაბალზე. ჩემი გადასაწყვეტია ხო რას ვაკეთებ? და ანუ არა, რამდენი გაქვს ხელფასი? პირველი ეგ არის, რომ აი ახალი სამსახური გაქვს, ხელფასი რამდენი გაქვს? რა ვიცი, რამდენიც მაქვს იმდენი. არ მაგაში გეთახმები, იმიტომ რომ ვერ ვიქნები ამ შემთხვევაში შენი მოწინააღმდეგე, ეგეთი კითხვები, ეგეთ აი იქ რაღაცა იქ აი ურთიერთობებზეც რო გეკითხები, ანუ აი თქვენი ურთიერთობა როგორ არის, იქ რა ხდება, რა ვიცი, ბავშვი როდის ფიქრობთ და ანუ ამ გასაკეთებს რაღაცეები, ხო? ან თუ მარტო ხარ, ნუ ათხოვდები, ცოლი როდის მოკავს და აი ეს ოხრად კითხვებია რა. მე ვფიქრობ, ეგ კითხვები რა, ძალიან უკვე იმდანაც მექანიკურად არის გამჭდარი, ხო? ის ვერც აცნობიერებს, რატო გეკითხება მაგას. უბრალოდ აი ყოველდღიურ იცის რომ უნდა გკითხოს და იმას შეიძლება ის გონია რომ ამით ყურადღებას იჩენს შენს მიმართ და შეიძლება არც თვითონაც არ აინტერესებს. ანუ ინტერესის გამო კი არა, აი ესე რა, რომ ყურადღება გამოვიჩინო, რომ ვა, ბავშვს არ ელოდებით, იქნებ კაცო ადამიანს პრობლემა აქვს და შენ რომ ამაზე მაზოლზე აჭერ ძალიან უხერხულია. ხო და ანუ არა მხოლოდ ეგ ვიღაც გამომვლელი ნაცსაუწარი. საზღვრების დამღვევი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ამბავია არის აი ეს ყველას რო ყავს ის მეზობელი და აი იმის გოგო ვინო იყვანა, ვიღაცასთან ერთად მანქანაში იჭდა და ნუ ეს ლეგენდარულისა. აი კიდე ხდება ეგეთები? აი არა მოიძირკვება. აი ის იყო რაღაც სურათი იყო ინტერნეტში რაღაც კამერები სადღაც ინგლისში კამერები ხო და კამერები საქართველოს და ბებოები რო იყვნენ რო გიყურებენ რა ეგ ხდებოდა რა თქმა უნდა ყველამ რო ყველაფერი შენამდე იცოდა აი შენამდე რომ აი ჩემი შვილი და ძმა რავი რას აკეთებს სანამ მე გავიგებ და მე რას ვაკეთებ სანამ მე გავიგებ უკვე რო სამეზობლო მის ეგ ხო მაგრამ აღარ მეგონა რომ ეხლა რაღაცა ისეთ დატვირთულია ცხოვრება რომ აღარ მეგონა რომ მაგისთვის ეცალათ და მსგავსად ვინ იქცევა ვისაც სხვა საქმე არ აქვს და მეტი დრო არ აქვს ვისაც პირადი ცხოვრება არ აქვს თვითონ ხო თვითონაც და შენ შეიძლება იმის გამო გაკითხოს რაც თვითონ უნდა რომ აკეთოს მაგრამ არ აქვს და გონია რომ თავის ეს რაღაცა დანგრეული ცხოვრება ჯობს შენს დაალგებულ ცხოვრებას ხო და ნუ ზუსტად ხო უსა ნუ ცოლი როდის მოყავს ჰა არ ვიცი ასე რომ გათხოვდები მე რო ვიფიქრებ რა არ მუშაობ ხო რა ხელფასეც მეკითხა ერთიო ხო მეკითხე რატო არ მუშაობ რატო არ მუშაობ ხო და ნუ აი მეზობელი იქნება ოჯახის წევრი იქნება აი უბრალოდ რა მომენტი ეცი წეღარასაც ვამბობდი რა იმაში რო არ წავიდეთ აჯაფსანდალში და არ მივედი ძალიან გემრიელი კერძია ძალიან მიყვარს კი აჯაფსანდალი ვონთ იმით კარტოფილი ქის ხო აბა არის რა ის ადრიგი ფეიქ ხო მარტო რაგუ არის იმით პომიდორით და მარტო ბატონით ეგ არ არის აჯაფსანდალი ხო მაგრამ ბავშვობაში მეღონებოდი რომ აჯაფსანდალი შემეწოდე ჩემი საზროვი დაიყო შენ შეწოდე ხო და ამაზე არ ვხლაპარაკი რომ რაღაც ემოციების გამოხატვა აი წფელი ემოციები როცა აი სიტყვაზე არის რაღაც ისეთი მომენტი როცა რა გლოვა სიხარული ეს გაზიარება მაგრამ აი ის რომ უბრალოდ ესე ვზივარ და აი ხო რა ხელფასი რამდენი გაქვს იქ იმასთან საქმე როგორ რა გაქვს ტრანსპორტში ანუ ტრანსპორტში ყველაზე მეტად მიგვევა რომ აი შენთვის რო დგახარ მაქსიმალურად და ან აი ვიღაცა რო აი სახე რო აი ზუსტად შენ სახეზე აქვს დადებული. ახლოს კი არა სახეზე აქვს დადებული. ამ დროს არის, ნუ სივრცე და ადგილი, ხო არის სივრცე და ხო და აი
აუ კატასტროფაა იქ. ხო, ანუ ფიზიკური ის არის საზღვრების დარღვევა, ეგეც ძალიან ისეთი მომენტი არის მნიშვნელოვანი და არასასიამოვნო, არანაკლებ ვიდრე ფსიქოლოგიური საზღვრების დარღვევა. მშობლები რო საზღვრებს გირღვევენ, მაგაზეც 1-2 სხვა გვეტყოდი. აი ეგ უკვე ყველასთვის რთული მომენტი დგება, იმიტომ რომ არ არსებობს, აი ზუსტად გავაგზავნებ რა იმას, რომ საბჭოთა კულტურიდან მოვდივართ, ანუ ჩვენში იმდენად არის ჩაბჭდილი და გამჭდარი, რომ უბრალოდ არ ვიცი, აი ესეთი ისინი ძველი თქმულებები, რომ რაღაცა მიაყურადეს, იქ რაღაცა ის პირველ ღამეს უსმენენ, ის იქ წაიყვანეს, თუ აქ წამოიყვანეს, აბანოში წაიყვანეს. აი ეს ყველაფერი ჩვენი ის არის რა, ტრადიციები, ეგრეთ წოდებული. მშობლებიდან მოდის, მშობელი ხა ამ შემთხვევაში რომ გავერთი ამ მშობელი, ბებია იქნება, რა ვიცი, ბაბუა, მამიდა თუ დეიდა, ყველა არის დაინტერესებული შენი ცხოვრებით, რომ აი ნუ, იმიტომ რომ შენ გავლილი აქვს და შენზე მეტი იცის და ასე შემდეგ, რა. ან მაქიდან მოდის ზითად, პირველი წყარო საზღვრების დარღვევის არის მშობელი. წეგა როგორც თქვი რა, ნუ ის არ ითვლება, ეხლა ბავშვი რომ მოვაჭირდება ჭამა და რაღაც ყურადღებას მიცევა, ეგ ბუნებრივი ამბავია. მაგრამ ნუ აი ის რო უკვე შენ აი ის მთელი ამბები იყო აი ამ ზუსტად საბჭოთა დროს მე ხო მოხუცი ვარ რა მაი დენიკინის დროს ხო რა ჩემ მეგობარი დენიკინის დროს რო ხალხი აბარებდა სამედიცინოზე წლები რა ერთი 15 წელი ამაზე იყო მთელი ამბავი რა ის უდიპლომო სასიცოცხლო ფილმი და მსგავსი ტიპის ამბები რომ აი შობელს რო უნდა აი და ბაბუას და ბებიას და ოჯახს ანუ ისე უნდა აი შეიძლება აი სამედიცინო მეზიზღება არ მინდა ან რაღაცა მაგრამ მომენტი იყო რომ უნდა ჩაგებარებინა და თუ არ ჩამოვიდეს ჩემი შვილიშვილი ხო და გადავივსეთ ამ ექიმად დღეს ექიმი არ და რაც მამას უნდა როგორც ეკომ მითხრა ეკოს იმას ვინამთ რა დავითანხმებით ამ ამბავში გიჩაქოლეს ეკაცი თავის დროზე მაგრამ რაც მამას უნდა არის აი ანუ ამ იმაზე ვაკ მუსიკაზე ვაპარაკე რომ აი შენახარ ის რაც მამას უნდა ხო ან მამას უნდა დედას უნდა და ყველას რაც უნდა შემო გამოხვიდე ის ანუ ის ანუ პროექტი ხარ პიროვნება კი ახლა შენ ხარ პროექტი რომელიც ააწყო ოჯახმა კი აი ინგლისურზე უნდა გეარა ფრანგულზე მე კომპიუტერზე მათ რა ვიცი რაღაცეებზე რომელიც უბრალოდ შეიძლება ეზიზღება ხო არ არის გეარა თუ გეო გეარა ხო იცი ხო შენ პოდკასტის დროს მოგსაუბრებ. ხო, უნდა შეგეწინააღმდეგო და თუ აზში ვერ გეწინააღმდეგები სიტყვებს მაინც დაგიჭერ. მარიანა ჩემი მეტყველების მასწავლებელია, იცნობდი. და იმ სიტყვა ბევრია, რაღაც რო. და უკვე აღარ ამბობს. რაღაც ჩასაფრებული ვიქნები, სადმე თუ რამე ჩაარტყა, ეგრევე. ხო და გავაგზავნოთ ჩვენი ამბავი. გავაგზავნოთ საზღვრებს. შენ რას იცი შენ საზღვრებს? მე შევეხები, მე ჩემი საზღვრები, ჩემი აზრით. მეტნაკლებად იმდენი შევძელი, რომ აი ესე უხეშად, როგორც სხვებს ურღვევდნენ ჩემს ირგვლივ, ეგრეთ ჩემი საზღვრები არ დარღვეულა. და მაგ მიმართულებაში მადლობა სამყაროს და ოჯახს და ჩემ თავსაც, რომ რაღაცნაირად აი ესე დაალაგდა, რომ არ მაწუხებს ეგ პრობლემა მეტნაკლებად, მაგრამ აი ეს სოციუმის პრობლემა, რა თქმა უნდა, მაწუხებს იდეალურად ისეთ ვერაფერი ვერ იქნება ცხოვრებაში დაალაგებული ვერცერთი მხრიდან, რა თქმა უნდა. თუმცა აი ეს ირგვლივ რასაც ხედავ, რომ აი მშობელი უხეშად ერევა შვილის ცხოვრებაში. შეიძლება იმიტომ თავიდან შეგიძლია მაქსიმუმ რჩევა მისცე. და ის თუ არ გაითვალისწინებს მე თავის, აი პასუხისმგებლობაზე გავდივარ მე მაგ შემთხვევაში, რომ თუ ადამიანი მზადაა რომ თავის შეცდომაზე აგოს პასუხი, იმას შეუძლია მაქსიმუმ რჩევა მეიღოს, მაგრამ იმიტომ რომ მე ეშინია შვილებს პასუხისმგებლობის აღება ნებისმიერ ასაკში ბავშვად რჩებიან, ამ შემთხვევაში უჯერებენ მე მშობლებს, დედას, მამას, ბებიას, ბაბუას, რომ ვაი და ისინი მართლები აღმოჩნდნენ, ისე რომ არც ცდიან. მართლები აღმოჩნდნენ, მე რა ვქნა, უნდა ავიღოთ მთელი ჩემი წელი პასუხისმგებლობა, რაც არ მაწყობს და მირჩევნია, რომ ვიღაცა საზღვრებს მირღვევდეს და ჩემ ცხოვრებას ის განაგებდეს. იმიტომ რომ მეც მომეცემა მე ხო ჩემ ცხოვრებით ვერ ვცხოვრობ, მაგრამ მეც მომეცემა აუცილებლად საშუალება მეყოლება შვილი, რომლის საზღვრებსაც მე ისე დავარღვევ, რომ ეს ძალიან კანონიერი და სწორი მეგონება. და იმ ცხოვრებას რაც მე მინდოდა,
გადავიტან ჩემ შულში, რომ აი მე მთელი ცხოვრება რომ მინდოდა რომ გამოსულიყავი ექიმი და მე ვერ გამოვედი, ჩემი შვილი უნდა გამოვიდეს ექიმი. მე რო ვერ ვიცეკვე, ჩემი შვილი უნდა შევიყვანო ცეკვაზე, იქ შევიყვანო, რაც ანუ რა აინტერესებს. იმას კი არ მოვუსმინო, მე რაც მინდოდა ყოფილიყავი და ვერ ვიყავი, ის ჩემი შვილი რომ აიძულო რომ ის გახდეს. და მაგაზე უფრო დიდი საზღვრის დარღვევა რომ ადამიანს აშეულია თუნდაც ანუ თუნდაც კი არა უმთავრესი არის ჩემი აზრით პროფესია, რასაც ვირჩევთ, იმიტომ რომ განაგებს მთელ ჩვენ ცხოვრებას. და მე რომ ჩემ შულს ვასწავლი რა პროფესია უნდა აირჩიოს და ვინ უნდა გამოვიდეს და რა ცხოვრების გზა გაიაროს, ანუ ის აღარ არის მის ცხოვრება, ის უკვე ჩემი დალაგებული ცხოვრება, რომელსაც პასუხს მაინც მე ვაგებ. ხო, ანუ ეს აი ახაც ბოლოს ეგ სიტყვა თქვი და მანამდეც გაიჭერა რა, შენ რომ ამბობდი პასუხისგებლობას რა. აი როგორ ფიქრობ, ეგ პასუხისგებლობა როგორ უნდა გამოვითარდეს ადამიანს, შემოუყალიბდეს, როცა თავიდანვე არ მაქვს მაგის საშუალება, ანუ ყველაფერი გაწყობილია მაგიდან და მე უბრალოდ არჩევანი კი უბრალოდ აი მექანიკურად რაღაცებს მიყვები, რასაც მეუბნებია. აი როგორ უნდა ბავშვი აუცილებლად ოჯახიდან. აი შენ როგორ გამოიმუშავე ამ ყველაფერში პასუხისგებლობა, სად დაიჭირი, ანუ სად აქ მოგიცენდა იქ სნოპა. ზუსტად ვაუ ამ მომენტში მე ჩემი თავარი პასუხისგებლობა თავიდან რაც ვიგრძენი იყო ის რომ მე კარგად უნდა მესწავლა. მაქედან დაიწყო ჩემი პასუხისგებლობა ალბათ უფრო რომ აი არაფერი არ მომეთხოვებოდა საერთოდ სწავლის გარდა. და მე უკვე ეს ბავშვობაში სკოლაში რაღაც მე უკვე იგივე სკოლაში რომ წამოვიზარდე მივხვდი რომ თუნდაც მე შემიძლია თმა შევიჭრა ისე როგორც მე მინდა, იმიტომ რომ ეს ჩემი თმა. და მე ამის გამო არავის არ ანუ უხეშად არაფერი არ უთქვამს. მაქსიმუმ და ვიღაცას რა ამ შემთხვევაში ზუსტად ჩემი პრაქტიკა რო თქვა რომ მამა ჩემა ესე ძალიან ლამაზად დამარიგა რომ ქალს გრძელით მოუხდება, თუმცა მე მინდოდა და საზიზღრად შევიჭერი, მაგის მე საერთოდ გადავიპარსე კიდეც თმა, ოღონდ ეს იყო აი მე მინდა და მორჩა და კაი შენ თუ ეგრე გინდა, ჩემ შემთხვევაში ანუ მე მშობლები მაძლევდნენ შეცდომის დაშვების უფლებას. ის მაინც იყო წინაპირობა რომ თუ რამე მოხდება და რაიმე ისეთის შეცდომას დაუშვებ ცხოვრებაში, მოდი მითხარი დაგეხმარები გამოსწორებაში. ანუ ეს იყო რაღაცნაირად ზურგი იმის რომ მე შეცდომა დამეშვა, იმიტომ რომ იმ წამს სრულ პასუხისგებლობას ჩემ თავზე არ ავიღებდი, მაგრამ მე უკვე საქმეზე რომ მიდგა და მარტო ცხოვრება რომ დავიწყე 17 წლიდან, მანდ უკვე მივხვდი რომ იყო რაღაცეები, რასაც არ იყო საჭირო რომ ვიღაცას მოეგვარებინა. მე დამოუკიდებლობამ შემძინე ეგ უფრო რა, რომ აი მივხვდი რომ არის რაღაცეები, რაზეც ჩემით შემიძლია სრული პასუხისგებლობა ავიღო. და აქედან დაიწყო უკვე საზღვრების დაწესება, რომ მე რაღაცას თუ ვაკეთებ და გამომდის, ამის მერე ვამბობ რომ ეს რაღაც გავაკეთე. თუ რაღაცას გაკეთებას ვცდილობ და არ გამომდის, საერთოდ არ ვამბობ და არც ვალდებულებას არ ვგზნობ, რომ ვინმეს მე დავდგე და ანგარიშს ჩავაბარო. იმიტომ რომ ერთადერთი პასუხისგებლობა ჩემ თავთან მაქვს აღებული. შესაბამისად, ჩემს ირგვლივ არავინ აი ესე არ მოდის და კითხვებით ტვინს არ მიბურღავს. შემთხვევაში ხ მე ისე მაქვს ყოველ შემთხვევაში და მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მე თვითონ რაღაცნაირად დავალაგე ეგრე რა ნელ-ნელა ჩემი ცხოვრება, რომ ჩემთან არავინ არ მოდის კითხვებით. მე თუ რაიმე მინდა რომ ვინმეს გავუზიარო, ან რჩევა, ან დახმარება უთხოვო, ან ჩემი წარმატება უთხრა, ან რაღაცა მე თვითონ მივდივარ. ის ელემენტარული კითხვა როგორ ხარ და ასე შემდეგ, კი ბატონო, მაგრამ საქმეში და ცხოვრების რაღაც ეტაპებში აი ესე ჩაძიება, რომ აბა რა ხდება და აბა როდის და აბა როდის, ანუ არ დაუსვავთ ეგეთი კითხვა არავის. იმიტომ რომ რაღაცნაირად დავალაგე და მე ძალიან მომწონს რა ეს ჩემი დაალაგებული ცხოვრება, რომ მე ჩემი საზღვრები გამაჩნია. ხო, ანუ შენ საზღვრებისთვის რაღაც მე ვიბრძოლე ჩემი საზღვრები, ესე არ მოსულა. თუმცა კიდე განმეორდები, რომ მე ამაში ჩემი ოჯახი დამეხმარა. იმიტომ რომ იმათ მომცეს შეცდომების დაშვების უფლება, რომ მე თუ რაღაცას შეცდომას დავუშვებდი, არაუშავს, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და დედა ოღონდ მოდი მითხარი და მე დაგეხმარები და ის რომ იცი რომ ვიღაცა გაძლევს უფლებას რომ შენ შეცდომა დაუშვა და თუ ეს შეცდომა იქნება გამოუსწორებელი ვერ იქნება, იმიტომ რომ დედა რომელიც რაღაცნაირად კერპია ის მე დამიდგება გვერდით და დამეხმარება, ამ შემთხვევაში მე უკვე ნაბიჯებს ვდგავ და მცდელობა მაქვს. და ეს მცდელობა ყოველთვის კრახით არ სრულდება, არც ყოველთვის წარმატებით, ზოგჯერ ისე, ზოგჯერ ასე და მაქედან სწავლობ რაღაცა დასრულდა კრახით. და თუნდაც არ გინდა რომ ვიღაცას იმედი გაუცხრუო. და მაქსიმალურად ვცდილობ რომ რაღაცა გააკეთო, გამოგივიდეს და დამოუკიდებლობა მოიპოვო. ადამიანი რომ დამოუკიდებელი ხარ და
საკუთარი თავის გარდა პასუხისმგებლობა არ გაქვს არავისი აღებული, პირდაპირ მუშაობთ ახლა მორალური პასუხისმგებლობები ყველასთან, ნუ ხო, ეგრე მეზობლებთან საკითხავია, და კი, გამგებთან, კი. მორალური პასუხისმგებლობები. და ანუ ეს რო არ გაქვს ესე პირდაპირ, მე უკვე შეგიძლია რომ შენ ვერ მოხვალ და მე ვერ დამისმე უხერხულ კითხვებს, იმიტომ რომ მე ეგ დალაგებული მაქვს. რომ არ შეგიძლია რომ მოხვიდე და უხერხული კითხვები დამისვე, იმიტომ რომ ეგ დავალაგე რა იქამდე ნენელა და ანალოგიურად მეც არ დაგისმე უხერხულ კითხვებს, რომ შენც ისე არ იყო. რასაც გასცემ, იმას მოიმკიო, ხო იცი? ანუ მე რასაც გავცემ, იმაზე მეტად ვიღაცამ არ უნდა შემავიწროოს. ხო, ანუ შენ კი ტექნიკურად მე მაინც შემიძლია მოვიდე და დაგისვა კითხვა. ხო, მაგრამ თუ შენ ტექნიკურად ამ კითხვებს დამისმებ და მე უხერხულობას ვიქცობ, მე გეტყვი, არ მომერიდება, რომ ხო, იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვი, რომ შენი საქმე არ არის. ხო, ანუ ეს რა როგორც შენ დაალაგე არის მომენტი, ანუ დამოუკიდებლობაზე გადის, ხო? შენ როგორც 17 წლის რო გავხდია, დაახლოებით მანდ გავაცნობიერე მაგას აქში, ხო? ხო, იმიტომ მარტო როცა რაღაც ოჯახს მოუწყდი. მუშაობისავი, ანუ გააქვს და რაღაც შედიხარ მაგ სამყაროში, იმასაც ვიტყვი, რომ არ ვმუშაობდი, სწავლობდი. ფინანსურად მე ოჯახზე დამოკიდებული ვიყავი, თუმცა ჩემ ცხოვრებაზე დამოუკიდებელი, ანუ ისევ ცხოვრობდი, ხო აი ესეც ხო არის, რომ ოჯახი რო გარჩენს, ვალდებული ხარ, რომ ყველაფერი ჩააბარო, ანუ არა. საზღვრების დაგერყვეს. ხო, და მე ეგ საშუალება მქონდა, თქო, მაგიტო ვიტეხი, რომ მე ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება მქონდა, აი ოჯახს რომ მოწყდები, დედის კალთას რომ მოწყდები, იმიტომ რომ იქამდე ძალიან ბავშვური ვიყავი და უცებ დედის კალთას რომ მოწყდები, ჩემ ცხოვრებას მივხვდი რომ მე თუ რაიმე შეცდომას მე დავუშვებ, მე უნდა ვაგო პასუხი, კარგზეც და ცუდზეც. თვინმე თუ ამის გამო ტაშ დამიკრავს, მადლობა მე უნდა გადავუხადო და არა სხვამ და თუ ვინმე ამის გამო ტალახს მისვრის, ეს ტალახი მარტო მე უნდა მომხვდეს და არა სხვას და არავის საქმე არ არის, სხვა ზედმეტი. ხო, ნუ რაღაც აი როგორც ეხლა აუქვა, ანუ საზღვრების რაღაც ციხესიმაგრე ვერა, მაგრამ ნუ რაღაც ისეთი მომენტია, რომ რაღაც მოვიდა. არა, ქარი. ქარი, ხო. რაღაც აი საზღვრები არ არის რაღაც ისეთი მომენტი, რომ მართლა ეს რაღაც ის დავცეთ, კარაული და რაღაც ციხესიმაგრე ავაშენოთ, მუდმივად გვიწევს აი ამ საზღვრების დაცვა გვიწევს, ხო და შენ და ნენელა მე შეიძლება თავიდან ძალიანაც გქონდეს ვიღაცებთან საზღვრები და მე შენ აღარ მოგეწონო, შენ შეგაწუხოს და შენ თვითონ დაშალო რა ეს ბარიერები ან პირიქით ვიღაცა ძალიან ახლოს იყო შენთან და მიხვდი რომ გაწუხებს. ეგ ესე ვერ არის რომ ახლა всё მე აქ საზღვრს გავავლებ და არასდროს არ შევცვლი არ არის. ეგ აი ყოველდღიურ და ყოველ წუთში შეიძლება შეიცვალოს დამოკიდებულებებიდან და ბევრი გარემოებიდან გამომდინარე. ხო, რაღაც მუდმივი სჭირდება რა მოკლედ რა დაცვა ამ საზღვრებს. და აი შენ რო თქვი რომ იმაზე რა ვქო პროფესიის არჩევაზე ძალიან მნიშვნელოვანია. მე ყველაზე მნიშვნელოვანი. არა, ყველაზე მნიშვნელოვანს ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ არის კიდევ ჩემ ცხოვრებას ეგ განაგებს. ეხლა რაც თავში მომდის, არის აი ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა ამ საზღვრების გარღვევის მოტაცება და გათხოვება. ანუ გათხოვება იმას გულისხმობს, რომ აი ჩვენ კულტურაში ამე პროფესიაში ხმაც არის გამჯდარი, რომ რაღაც უცებ მოკიდებენ ბავშვ ხელს და მე და შენც ვაპარაკობთ ის მაგაზე, რომ საქართველოს ისტორიაშიც იყო ეგრე, რაღაც 11-12 წლის გოგოს რო რაღაც მე იმ ეგიდით რომ ნუ ბავშვობიდან გაზარდა და ნუ რაღაც მაგრამ ნუ მე ეგრე არ მიმაჩნია, არანაირი ბავშვობიდან გაზარდა არ არის, უბრალოდ ჩემს არის რაღაც აქ ძალადობის აქტი, რომელიც საზღვრების უკიდეგანო დარღვევით აი იმაშება შემოიფარკლება ის რომ რავი 11-12 წლის ბავშვი ახლა რო ხელს კიდევ წარმოდგენა არა აქვს მართლა თოჯინებით ამაშობს და მე ვიძახი რა ახლა უნდა წავხვანო და გავზარდო არის საზღვრების დარღვევა. ეგ გეთანხმები კი მაგრამ განგრევა ანუ ცხოვრების ჩვეულებრივად პირდაპირ თქვა იმიტომ რომ იმ ადამიანს საერთოდ ან ეგ ხო ახლა ნაკლებად ხდება. ნუ ვერ დაგეთანხმები ძალიან ნაკლებად ხდება ეგრე იმ ამბავში რომ ესე აი ეს არ არის რა ეს ბრუტალური მაგრამ არის მომენტი რომ მაგალითად თუ ვიღაცა უყარს გოგოს თუის არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ ის არის სხვა ეთნოსის ამ წამსის წარმომადგენელი ან სოციალურად რაღაც იმას უფრო მეტი ფული აქვს და ამათ ნაკლები ფული აქვს ჩემ რეალობაში ეხო ძველად იყო მე დღევანდელ რეალობას მინდა რომ კარგო ძალიან ბევრი ფაქტია იმის რომ ადამიანებს რომელთაც ერთმანეთი უყვართ თუ ერთმანეთთან უნდათ ყოფნა იმის გამო რომ იმას მეტი აქვს ამას ნაკლები აქვს ანუ ეს რაღაცა ინტროექტები რა იმაში რომ აი რა ვიცი
ძალიან ყოველთვის ნაბიჯია. ყოველთვის ნაბიჯა. არ ვიცი რა ხალხში ხომ არ დადიხარ შენ რა გარეთ. ხალხში გაქვს საქმე შენ არ ვიცი. არა, გაქვს ადამიანურის გადაცმული და არ გადიხარ გამი. ხო არა, ნუ არის ხო რა თქმა ის რა ქვია, სტატისტიკები და ესე, ნუ ჩემ თვალწინ ბევრია ეგეთი მომენტი, რომ რაღაცის და გამო ანუ იმ ადამიანის საზღვარი ირღვევა, რომ იმას უნდა ამასთან, მაგრამ ოჯახი თუ საზოგადოება თუ ბებია და ბაბუა ეუბნება, რომ არა, შენ უნდა გაყვე ამას, იმიტომ რომ ასე და ასე. და ჩემთვის ამ იმ ბევრად უფრო ანუ ის რომ დაუშალოს რომ ამას არ გაყვე რომ აი ეს ცუდია და ამიტომ კი ბატონო მაგაში გეთახმები მაგრამ ამას არ გაყვე და გინდა თუ არა ამას უნდა გაყვე აი დღეს მართლა აი 2026 წლის საქართველოში ეგეთი შეიძლება იყოს რავი 10000 ადამიანი და ალბათ მაქსიმუმ 2 ჯამში არა რომ არა შენ ამას უნდა გაყვე არა ხომ აი სტატისტიკებზე ვერ ან ეს უნდა მოიყვანო რა აი ხო და ეგ უფრო წინა საუკუნის და რამდენი წინა თაობის პრობლემა იყო თაობის და რა ის საუკუნის მაგრამ აი ხო საერთოდ ხო არა ხომ მაგრამ ეხლა ნახე 21 საუკუნეში იცი რა არის ცუდი 21 საუკუნეში ადამიანები თვითონ არ ღვევენ თავის საზღვრებს და ვერ ხვდებიან რომ სადღაცას არ არის საჭირო რომ ყველაფერი იცოდეს და სოციალური ქსელებით თვითონ ისე გაჩეჩებენ ამ ცხოვრებას თვალებში, რომელიც შეიძლება არ გაინტერესებს, მაგრამ წაც და ნახე, იმდენად ყოველ ფეხის ნაბიჯს გიზიარებენ, აი მართლა ყოველ ფეხის ნაბიჯს, რა გაიღვიძა ეს ჭამა, თელი ბუკეტია ამის. რომ მერე საზღვარს თვითონ რო ირღვევს ადამიანი, მერე მარტივია, რომ ეს საზღვარი სხვამაც დაურღვიოს. იმიტომ რომ თვითონ არ აქვს, საკუთარი თავი არ აქვს დაცული. და მერე სხვასთანაც პრეტენზია ვერც ექნება, იმიტომ რომ მართლა რომ ყველაფერი ვიცი შენ ცხოვრებაზე, აი ესე, იმიტომ რომ მე ძალიან ესე შემიძლია მოვიდე და ვა, ის ნახე და მართლა ვა, ხელფასი რამდენი გაქვს, მაგაში რამდენი გადაგიხადეს და აი მე ავტომატურად მოდის ისეთი კითხვები და მე შენც დგები და მოაღე პირს და ილაპარაკი. არა, ნუ მაგაში სხვა უნდა დაგეკითხო. ჩვენით ვირღვევს ხო, ანუ ეგეთი მცნება ზოგადად არ არსებობს საკუთარი საზღვრების. მე რასაც ვაკეთებ, აი ეგ გამოხატვა ხო, ანუ ჩემი ისა პირიქით ეგ არის. მე მაქვს საზღვრები, სადაც მე ამ ყველაფერს გამოხატავ, როგორც არ უნდა იყოს, იმაზე ვლაპარაკობ თუ ამაზე და მთლიანი ის გადმო მაქვს. ანუ საზღვრის დარღვევა, როცა აი მე ეს ყველაფერი გადმოვიტანე და ვიღაც ტიპი მოდის და მეუბნება რომ შენ ეგ არ უნდა გეკნა, თუ ხელფასი რამდენია რაც შენ. ანუ არ უნდა გეკნას კი არ გეუბნება. ანუ საკუთარი საზღვრის დარღვევა არის იმას კი არ გეუბნებიან რომ რატო გააკეთეს, ან რატო დადეს, ან რა ვიცი რამე რატო უკვე იმენად გაშინაურებული ყავს ვიღაცა უცხო ტიპი, ის თავს უფლებას აძლევს და მოდის და უხერხულ კითხვებს გისვამს. იმიტომ რომ ნახე პასუხისგებლობა რა ანუ ის რომ შენ საკუთარ თავს ნახე საკუთარ თავს ადამიანმა საზღვარი უნდა დაუწესო რა. მე ჩემ თავს რაღაცა საზღვარს რო დავუწესებ, მაგიტო არ ხა ძალიან კომფორტულად რომ მე შენთვის ძალიან მარტივია რომ არას თქმა შენი საქმე არაა თქმა და შენთვის კიდევ უფრო ანუ შენ რო დაგიწესო საზღვარი კიდევ უფრო მარტივია მაგრამ მე რო არ გამაჩნია საზღვარი მე ვერ ვიხვდები რომ სად უნდა გითხრა არა და მე შენ მოდიხარ და მაწვევი აი მოხერხული რაღაცაებით და მართლა პირად სივრცეში იჭრები და აი ესე მოდიხარ იმიტომ რომ მე თვითონ არ ვიცი სად გადის საკუთარი თავის ზღვარი და შენ თუ არ დაიცავ შენ თავს შენ საზღვრებს აი არა ხო მესმის სხვა ეხა საერთოდ არ იჯავრებს შენზე რა ცოტა ისე გესმის ეხა ყო არ ხარ გაიგონებ მაგრამ თუ გაიგე გაგების დონეზე გავიგე ხო აი ხო და ვცდილობ რომ კიდევ უფრო ასე გავშალო ეს თემა რომ რას ნიშნავს საკუთარი გაშალო რა გარმონია აუ თან ახლა რაღაცა მოგწევ შენ და აი მენა მესური რა ხო და არ არსებობს ეგ საკუთარი საზღვრები, ეგ საკუთარი საზღვრები გამომდინარეობს იქიდან ზუსტად რომ საზღვრები მაქვს ოდესღაც დარღვეული, ოდესღაც ანუ ადამიანები როცა მიდიან თავის თერაპიაში თუ მოძღვართან თუ ასე შემდეგ, ხო? ამ ხალხმა უბრალოდ არ იცის ადამიანებმა უბრალოდ არ იციან რა უნდათ. აი მარტივი აი გონია რომ აი ხა ის ადამიანი ვისაც იძახი რომ რაღაცა იქ TikTok-ზე არის სადღაც გამოდის და ყველაფერს აკეთებს და ამბობ რომ ამას საზღვარი არ აქვს. ზუსტად ის არის, რომ ოდესღაც ჩაიკეტა ეგ საზღვრებით, ეხლა წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს, ხო? უბრალოდ ბრმად გამოხატავს ამ ემოციებს, რასაც ქმედებებს აკეთებს, რომელიც ხო არაადეკვატური ერთ შეხედვით, მაგრამ ის რომ
იყო ოდესღაც რაღაც ესე რაღაც ისე დო კლანჭი ამის გამო ვეღარ იმოშვება რა ანუ ვერ გამოხატავს ან ყველაზე დიდი პრობლემა არის ეგ ანუ მე ფსიქოლოგიაში მყოფი კაცი ვარ და არა ფსიქოლოგი მაგრამ თერაპიებში არის მომენტი რომ უბრალოდ არიციან რა აი წარმოდგენა არ აქვს რა უნდა აი რა საჭმელი რა უყვარს შეიძლება რომ კითხო ადამიანს საჭმელი რა გიყვარს ხო გაუჭირდეს რომ გიპასუხოს აი ეგ არის ჩემთვის ეგ მომენტი რომ ავტოსაზღვარი არ არსებობს რომ მე ვერ დავარღვევ ჩემს ვერანაირად ეგ არის შეუძლებელი ვიღაცამ დაარღვია და არღვია კაი ხანი ჩემი საზღვრები და მე უბრალოდ ეხლა წარმოგიდგენთ როგორ ვინ შევიყვარო ვინ მომწონდეს რა მუსიკას მოусმინო რა ვჭამო და ასე შემდეგ აი ეგ არის ზუსტად მაგის გაგრძელება რომ ამ ადამიანებს არ აქვს საზღვარი და იმის წარმოდგენაც არ აქვს უფლებას აძლევ მაგით სხვა ადამიანს უფლებას აძლევ რომ შენი საზღვარი კიდე უფრო დაარღვიოს ხო იმიტომ რომ ანუ ადამიანს მინიმუმ მე მგონია რომ შენ უკვე კარგად გიცნობ ანუ ბოროტულად კი არა შეიძლება ძალიანაც მომწონხარ და იმდენად მგონია რომ მაგრა გიცნობ აი შენი ყოველდღიურობიდან და საერთოდ ყველაფრიდან გამომდინარე რომ მე თავს ვაძლევ უფლებას მოვიდე და ის რაღაცები მე გადავწყვიტო საერთოდ უცხო ადამიანმა რაც იდეაში შენი გადასაწყვეტია. ხო, ანუ ეგ ფაქტი არის, ხო, შედეგია იმისა, რომ ასე ხო და საკუთარ თავს ურღვევ საზღვარს, ანუ საკუთარ თავს ჭირდება საზღვრები, ანუ საზღვრები ჭირდება რომ რამის გაკეთება არ შემიძლია, საზღვარს არ გულისხმობ რა. ადამიანს ყოველას ყველაფერი შეგვიძლია საზღვრო შესაძლებლობები გვაქვს. თუმცა მე აი მორალურ, ფიზიკურ და აი იმ საზღვარზე რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, მაგაზე ვიცახი რომ შენ თუ არ იცი სად გადის შენი თავის ზღვარი და რის იქეთ არავინ არ უნდა შემოუშვა, ან მინიმუმ გაფილტრო ვინ უნდა შემოუშვა და სადამდე ყოველთვის დაირღვევა, იმიტომ რომ აი კარს თუ არ დაკეტავ, სულ ღია იქნება და სულ შემოვლენ და სულ გავლენ და სულ შემოვლენ. შენ უნდა იცოდე შენი თავის ზღვარი სად გადის, რომ ამის იქეთ ვერავინ ამ რაღაცაში ვერ ჩაერევა. უცხომით უმეტეს შეიძლება ჩაერიოს კი არა, მე ჩავრიო ჩემინებით. ის ადამიანები ვის მიმართაც მე მაღალი ნდობა მაქვს, მაგრამ აი ესე ვიღაცა შემოვიდესა ჩავრიო კი არა, თავის ძალიან გრძელ ჰორიზონტზე დავტოვო. ეგ უნდა იცოდე რა, შენი თავის ზღვარი შენ უნდა იცოდე. ამ ზღვარს გულისხმობ. ხო და არ არის ეგრე მაგას ვიძახი რომ ანუ წარმოდგენაც არ აქვს ადამიანს რომ საზღვარი ხო და თუ არ იპოვა ეგ საზღვარი სულ ეგრე იქნება, სულ აზელილი იქნება. ხო და თუ ვინ უნდა იპოვოს მაშინ? თვითონ უნდა იპოვოს. თვითონ მაგაში არის ხა გაზრდილი, სულ რაღაცას ასწავლიან და სულ რაღაცა ამ საზღვარს ურღვევენ და ეუნებიან რომ ანუ მაშინ თუ კომფორტულად გრძნობს ეგრე თუ კომფორტულად გრძნობს თავს რომ სხვა ცხოვრობს მის ცხოვრებით და სხვა უწყვეტს ყველაფერს, რავი, ღმერთმა შეარღვია რა არის? კომფორტულად არ უბრალოდ არ აქვს ადამიანს სხვა მოცემულობა. აი წარმოვიდგინე რომ აი მოცემულობა არ აქვს ბავშვს, რომ ვიზრდებით, ჩვენ ხო ჩვენი ფსიქიკა გვიყალიბდება, განათლებას ვიღებთ, არა მარტო სკოლაში, ან უნივერსიტეტში ცხოვრებისეულ განათლებას ვიღებთ. ქუჩაში მოძრაობისასაც სულ განათლებას ვიღებთ და იმის მინიმუმი IQ ყველას გააჩნია, რომ ეს რაღაცები გაფილტრო რა გონებაში. და აი ყველაფერს თუ შენ იმის შესაძლებლობა არ გაქვს ფსიქიკურად, რომ შენ განსაზღვრო რა გაწუხებს და რა არ გაწუხებს, მაშინ მართლა მისახედი ხარ და მართლა ვიღაცამ უნდა დაგიგეგმოს ცხოვრება. თუ მაგის შეგნება არ გაქვს რა, გონებრივი შესაძლებლობა არ გაქვს. და ამ შემთხვევაში ის ვიღაცა გეხმარება რომ გიგეგმოს, მაგრამ თუ შენი ტვინი საღათ აზროვნებს და შენ დასრული ხარ და ბავშვი არ ხარ მით უმეტეს, მე შენში არ არსებობს რომ პროტესტი არ დაიწყოს, რომ მე რომ გამიკეთე, რა ვიცი, რომ მომიტანე დღეს ბურგერი, მე არ მიყვარს ბურგერი, მე მირჩევნია ეს და არ მინდა. და ვიღაცა აი ეს არ მინდა, ეს მინდა, კაცო, აი მსგავს რაღაცეებს შენ უწესებ. ხო, ანუ გასაგებია, მაგრამ მოდი მას კაია ჭამეს, ანუ ესე ბავშვსაც კი ვერ ჩაგარწყავენ თავში, რომ აი ეს აუცილებლად უნდა გააკეთო. რძე საერთოდ არ ვსვავ და დედაჩემი სულ, აი მთელი ცხოვრება მე ხვდები რომ გატანჯული მყავდა, რომ კონკრეტულ საჭმელს, რასაც ხახვი ქონდა, ამ წვანილები, ანუ ისეთ საჭმელი რაც იყო, ან ცხიმიანი რაღაცა, ორჯერ აკეთებდა ერთს ჩემთვის, მეორეს ოჯახისთვის, რასაც ყველა ჭამდა, იმიტომ რომ არ ვჭამდი. ხო არ მომკლავდნენ ცემით, ანუ ის რომ საერთოდ ნუ შეჭამს და გასულა მთელი დღე გასულა, იცი რომ საჭმელი მართლა იმიტომ რომ ვერ შევჭამდი, აი არ შემეძლო იმ რაღაცა ხახვის შეჭმა და იმ ცხიმი რომ ტივტივებს ეგეთ საჭმელს ჭამა არ შემეძლო. და მე უკვე ალტერნატივები, ანუ
მოიფიქრეს და გამოჩნდა და ეგაა ცხოვრება, ეს ხო მინიმალურია სახლში საჭმლის თემა, ეგაა ცხოვრება, რომ გააქვს აი ესე არასასურველი სოციუმი, საიდანაც შენ თვითონ უნდა გაფილტრო, რომ ამ რაღაც ამ სოციუმს რო ჭამ და ამ ენერგიას რო ჭამ, თუ მე გული გერევა, ანუ არ არის ეგ სოციუმი შენი და შენ უნდა გამოიყო და შენ უნდა გაიკეთო შენი თავის დაცვა, იმიტომ რომ სხვა არავინ არ დაგიცავს. სხვას ყველას ფეხებზე კიდი ხარ, ვინც არ უნდა იყოს. ყველას მარტო თავის თავი აინტერესებდა, შენც უნდა გაინტერესებდეს შენი თავი. შენ უნდა დაუწესო შენ თავს, რომ აი ეს არის ჩემი კომფორტის ზონა და აქ ვერ შემოაბიჯებ. არ გაწყობს? კი ბატონო, კარგად ჩანდებოდა. ძალიან აი გადასარევი და ორივე ხელები ამეწევია და მივესალმებ შენს აი პათოს და რაღაც შემა მოტივაციურ speech ეგრეთ წოდებულს, რომ აი რა ვიცი სამოტივაციო ამბავი რო იყოს და მაგამდე როცა მივალთ ძალიან კაი იქნება რა შეა გამოსავალის ამბავია ეგ ყველაფერი ხო. ლამაზი და გემრიელი უბრალოდ აი ხა მაშინ მე შევეცდები ჩემებურად თქვა ავხსნა აი წარმოიდგინე ამ თეატრის სცენა არის ადამიანის ცხოვრება ადამიანის ცხოვრების დასაწყისი ის ბავშვობა და ამ თეატრის სცენა საერთოდ არ გაიხედა შენ წეღარ რო თქვი რომ საჭმელ როცა ხალხი არ მომწონდაო სხვანაირს მიკეთებდნენ ანუ იმიტომ რომ მე არ ვჭამე ხო არა ნუ არ ჭამე რა შეეძლოთ რომ ცემი თუ არა რაღაცით მაინც ბიჭო რა გონია შენ გონია არ მიყვირეს მას არა უწიე საერთოდ არ ბავშვს მაშინ საერთოდ არ შეჭამ და მართლა საერთოდ არ შევჭამე და მე შიმშილით ხო არ მომკლავდნენ და იმიტომ რომ მართლა გული მერეოდა რომ უცდიათ რომ ძალით რომ აი იმათ თვალწინ აი ესე მართლა აი კარაქი როგორ მეზისხებ კარაქიანი პური აი ესე ძალით რომ ჭამე მაგიდაზევე რომ გული აგერია მე მიხდნენ რომ ანუ არა კაცო რასაც შეჭამს ის შეერგოს ხო მაგრამ ეს შეიძლება ინდივიდუალურ რაღაცაზე ამბობ გასაგებია რომ მე ძალიან ელემენტარულზე ვარ და ცხოვრება კიდე უფრო თუ ანუ კარაქიანი პური არ არის ცხოვრება უფრო სხვა რამე კარაქიანი პური რო არა მაგას ვიძახი რომ აი წარმოიდგენ ეს სცენა შენი ცხოვრება შენი არა ადამიანის ცხოვრება არის ეს სცენა და სადაც არ გაიხედა ჭამის მხრივ იქნებოდა რაღაც პროფესიის არჩევის სიყვარულის თუ ყველა ადამიანის მთლიანი ასპექტიდან გამომდინარე, ყველა დეტალში შეხვდა წინა საზღვრის დარღვევას, ხო? ყველგან ეუბნებიან შენ აი ესე და ესე. ჩემი ანუ ამ ადამიანის მოცემულობა არის აბსოლუტურად აგებული. შენ ასაც ლაპარაკობ, ასე პროტესტერ. ხო და გააპროტესტერო, ის ვარ კი არ შევჭამ. ეხა ხო გეუბნები რომ ძალიან კარგი არის ეგ პათოსი, მაგრამ უბრალოდ ადამიანის მექანიზმი არ უვითარდება ეგ. იმიტომ რომ ყველგან ხედავს იმას წინააღმდეგობას. უნდა რომ ეს თავის საზღვარი დაიცვას სიტყვაზე, უნდა არაც საზღვრის წარმოდგენა არ აქვს. რომ ამას რა ასაკში 30 წლის ასაკში? 30 კი 60 წლის ასაკშიც არის ადამიანები, რომელსაც უბრალოდ არის მაგას ვამბობ წეღარ ხალხი შეიძლება შეხვდეს, რომელსაც არ იცის რა რომელი საჭმელი სიამოვნებს. ანუ რა უყვარს ზოგადად, ხო? ეგ ხა ხო და ეგ ის შემთხვევაა, როცა ფსიქიკურად ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე კი არა და ზღვარსევით. ფსიქიკურად შეიძლება ძალიან რა ვიცი, დაალაგებული იყოს სხვა ასპექტებში, უბრალოდ როგორ ხდება ადამიანი, მაგრამ სხვა რაღაცები შინაგანად ესე ჩვენ რო ეს ლამაზად და ცხადად ვლაპარაკობთ, ხო, მისთვის არა. ანუ იმიტომ რომ ეს სუპერ ეგო ეს გარეთა წნეხი მოქმედებს რა, სადაც ნაბიჯი გადადგა, ყველგან წინააღმდეგო მიიღო, ყველგან საზღვრის დარღვევა მიიღო, რომ შენ აი ესე მოიქცევი, როგორც ჩვენ გეტყვით, ჩვენ ამას და ამას არიჭევ და მორჩა დამთავრდა. იმის სცენა ამ თეატრის არის აბსოლუტურად მაგით დაკავებული. და შენ მეუბნები რომ ახლა აქიდან ტიპი რაღაც ძალით გამოვიდეს თვითონ რაღაც აი წარმოიდგინე რომ აი ამ სცენა ესე ამოხდე რომ ამ ყველაფერს ესე გადავახტე არ ხდება ეგ როცა შევდივარ მე სოციუმში იქ შეიძლება დავინახო რომ ვიღაცები რაღაცებს აკეთებენ წარმოდგენას არ მაქვს რომ თავისი გემოვნებით ან თავისი სურვილით რა ქვი აი რა ამცნება რომ ჩემი სურვილი რა არის ხალხი ეგ რომ ჩემი სურვილი კი არა უბრალოდ მართლა არ იცის რა გააკეთებს აი ნაბის რო გადმოდგავს იმ სახლიდან თუ სადაც აი ესეთ იმაში არის მე შეიძლება დაიბადოს მე შეიძლება შენ რო შეხედე ხა ბავშვობის დონეზე რო ხალხი არ გიყვარდა და ეს გასაგებია და არის ეგეთი მომენტებიც რომ იმ ხალხს ძალით ჩაქრიდნენ ეს და გაჭმევდნენ მაგრამ შენ გაგიმართ ამ შემთხვევაში და მოგცეს იმის არჩევანი რომ რეჭამა სხვა რაღაცა მაგრამ არის ხალხი რომ ოჯახები სადაც ხალხს კი არა აი რაც აი მამა თუ დედა რო იტყვის რომ ეს უნდა ჭამოთ უნდა ჭამოთ და აი შეიძლება ცემაში მოგდეს მაგის გამო და ხა წარმოიდგინე რომ ეგეთ ადამიანს მოთხოვო რომ მე გამოდი ხა შენ და შენ იმებისთვის იბრძოლე და წარმოდგენა არა შიშზე რაღაც აი
არაადამიანურ იმაზე არის დაფუძნებული რა ეგ მომენტი რომ ვერ გამოდის თორე ხარ შეიძლება ძალიან 30 წლის ადამიანს თუნდაც ცემის შიში თუ გაქვს და მინიმუმ თავდაცვა შეგიძლია მაშინ ცოდო ხარს რა ის საზღვარზე მელაპარაკები რა ის საზღვარი ვაუ ხა არ გინახი რა ეგეთი ხალხი რომ 30 კი არა მარტო 60 წლის ადამიანები არიან და უბრალოდ არ იცის ადამიანმა რა გააკეთოს აი იმას რომ ანუ იმდანაც როგორი პარადოქსული მომენტია ეს იმდანაც ეჩვევა ამ ყველაფერს რომ იმის წეგან ვამბობდით ზუსტად მაგას რომ აი გონება აღიქოს ამას მორჩა აი სიუცის გარდა არ ვიცი მე რა ხდება ხო და რომ გავდივარ და იქ რაღაცებს უყურებ მე შეიძლება რაღაც რეფლექსები დამიწყოს რომ ვა დავინახე რომ იმ ბურგერის მაგივრად შეჭამა შაურმა ხო ან არ ვიცი წყლის მაგივრად კოკა-კოლა დალია სადაც მე ვიცი რომ რა უნდა დავლიო და რა უნდა შევჭამო ვინმე მომეწონს მაგ აი ესე გაწერილი რა და ამას თუ გადავადგავ ნაბიჯს ხო ეგრევე სასჯელი მოდის და აქ სასჯელის მომენტია ხდები აი ახალი რაღაც შემოდის რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ხო არა სასჯელი მეთქი და იცინი ადამიანს შენ იცინი შენ პათოსზე მეღიმება რა ვქნა ვერ გაგაგებინე და ეს თავს კი ხო არა ნუ მე არც არის საჭირო გამოგებინე ხო ჩვენ ხო ახალ ფორმაზე შევთანხმდით სადაც და სხვა შორის კარგად მიდის ჩვენ ბაიქრობა არ მეგონა თუ შეიძლება შეხმატული ქართულია ჩემთან შეწინააღმდეგებოდა ჩემთან და შენთან ხო იცი ხარ გვინეს ფილოსოფიური დიდაქტიკები და რა ხოლო მაგას ვიძახი რა სასჯელი ახლა წარმოიდგინე აი იმ პავლოვისის რო არის ექსპერიმენტი რა მას დააჩვია რა აი რაღაც შუქი ვაინთება ის თაყლი რაღაც დაახლოებით ეგრე არის რა მე რო რაღაც აი ხელს გავწევ ამ რომ მეუნებიან ეს ბურგერი ჭამო და ხელი აქ წამივა უცებ რაღაც მირტყავს ვიღაცა ხო და ხა რომ მოდი და ხამ ადამიანს მოთხოვე რომ რაღაც არჩევანი გააკეთე და ხო და ეგეთი ცხოვრება ეხლა ამ მომენტში ან ეგრე ძალიან შეზღუდული რომ მე ვიღაცა მდენი დამარტყას რომ ის სხვაგან ის გავიშვირო არ არის რა მართლა ეგრე ექსპერიმენტში არ ცხოვრობ რა სიძახი გონებრივად კი ძალადობენ არ ფიზიკურადაც ძალადობენ მაგრამ რაღაც ეტაპზე მე გამოდიხარ და უკვე უნივერსიტეტში რომელიც მე მშობლებმა დამიდგინეს რომ შენ აქ უნდა ისწავლო და გამოხვიდე იურისტი თუ არ ვიცი ვიღაცა მანდ უკვე სხვა ადამიანებს რო ვხედავ და იმათ ცხოვრებას რო ვხედავ აღქმის უნარი ხო მაქვს რომ ის ჩემგან განსხვავებულად ცხოვრობს ვიღაცა მაინც აღქმის უნარი ხო გამაჩნია რას გეუბნებოდი ხო აი ამ სცენას რო ცდები და გადიხარ უკვე და ხედავ რომ ვიღაცებს არჩევანია ვიღაცა მაგ რა ვიცი ხო და მე დამიწესე რა 20 წლის რო ხარ უკვე და რაღაცა რო ნახე უნივერსიტეტში მინიმუმ 2 წელი რო ისწავლე და სხვა ადამიანები რო ნახე ნელ-ნელა დაიწყე საკუთარი თავის აშენება ნუ ხო ეხა საკუთარი თავის აშენება კიდე ისეთი მომენტი არის რა მაგრამ შეიძლება ეგ უნივერსიტეტშიც წავიდეს რა ოჯახის შექმნას მაგრამ ყველაფერი არის იქიდან ისევ რა ან არჩევნის თავისუფლების ილუზია ამანდას რომ გაუშვეს უნივერსიტეტში რაღაც სამსახურში მოაწყვეს მაგრამ აი აურჩეს ცოლი თუ ქმარი თუ ასე შემდეგ ეგ ამთელი აუ ეხა 2026 წელს და თუნდაც 2025 წელს ვინ ვის ურჩევს აი ესე ცოლს რო ხა შენ ეხარ მე ვარ 37 წლის რო ხარ და ცოლი რო არ ყავს რატო არ აგირჩიეს რატო არ მზალ ბევრი მსელობა იყო რო აერჩიათ მაგრამ ნუ გარიგება სხვა რამე გაგაცნო ხო არა არ მინდა არ მომწონს მორჩა ხო არ მინდა რომ ესე მოხდა მაგრამ ეს ჩვენ მაგრამ სახში ხო შენ ამბობ რომ სახში უსვავენო ჩვენ ვამბობთ ამას შენ ამბობ რომ ხალხს რო არ ჭამდი აღარ მაჭმევდენო და მე ვამბობ ახლა ხახვი უნდა ჩაიხო ხო მაგრამ აი ხახვიდან ცოლის არჩევაზე გადმოვედი და ცოლის არჩევას არის ეგეთი ისიც რომ ანუ მაგრამ ძირითადად საზღვრებზე გვაქვს ლაპარაკი რომ საზღვრები არა მარტო ჩემი შენი და ვიღაც დედა მითხა და ამან მითხა და შენ მაგალითად სხვანაირად გაგზელდა შენთან ჩემთან სხვანაირად გაგზელდა რომ ჩვენ ამ ამბიდან რაღაცნაირად გამოვედით არის რაღაცა კულტურული სოციალური შაბლონები ტრადიციები რომელიც აი პირდაპირ აი მეზობლის ის იქნება ინსტიტუტი იქნება თუ ვიღაცა ტიპის რომელიც გამოიulis და ის ხო შენ წინააღმდეგობა გაქვს მაგასთან და შენ საზღვრებიდან გაავედებ ამ ტიპს თუ ვინც იქნება ხო ის ადამიანი რომელიც აი იქიდან გამოდის აი წეგან იმ ტიპაზე რო ვლაპარაკობთ რომელიც ყველაფერი მოცემულობაშია ხო ის უბრალოდ ვერ ხდება აი ვერ ხდება ძალიან მარტივად ღებულობს ამ საზღვრის დარღვევას ხდები აი გამჩელი ჩემი ამოსავალი წერტილის რომ ადამიანს გაგიმართლა არ ვიცი თუ გავი შენ რაღაცა შინაგანმა იმან გამოიწვია რომ შენ საზღვრები მეტნაკლებად გააქვს ეს მაგრამ არიან ტიპები რომელსაც გარეთაც ერგო მთელი ცხოვრება თუ საზღვრების დარღვევაში გარეთ გამოვა ვის შევეწინააღმდეგებ ხო ვიღაცა რომ მოვა და ავით მაგინოს და მაფურთხოს
შეულებოთ მივიღებ, იმიტომ რომ სახშიც ესეთი ამბავი იყო. და აი ამაზე ის არ მაქვს რა. და ძალიან არ გავაფრინდოთ რა. მაგას ვიძახი რომ ანუ ადამიანები რა ანუ თერაპიას ჩვენით დავიწესოთ საზღვრები. ეს არის ჩემი მოწოდება, ამას არ უსმინოთ. საკითხავს დაუწესოთ საზღვრები. მე ფსიქოლოგიაში სადაც დისკომფორტს და რაღაცა мотиваტორი და სადაც დისკომფორტს გრძნობთ, არ ხართ ვალდებულები იმ ადგილას გაჩერდეთ რა. ეს ზოგადი მოცემულობა, ეს კონკრეტული ადგილი არ იგულისხმება, ხო, ამ შემთხვევაში და საკუთარ თავს დაუწესეთ საზღვარი, რომ მე შემიძლია არას თქმა და ის რომ შენი საქმე არ არის. მე რამდენი მაქვს ხელფასი, მე როდის ვთხოვდები, ცალი როდის მოყავს, ბავშვი როდის მეყოლება პირველი, მე მეორე, მე მე-10, მე მე-40, მე იმას როდის შვები, ამას ანუ ჩემი საქმე აქვს მხოლოდ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ცხოვრება და მე ერთი ცხოვრება მაქვს, სადაც მე ჩემი ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო და არ უნდა ვიცხოვრო მეზობლის თუნდაც ოჯახის წევრს, რაც არ უნდა იდეალური ოჯახის წევრი ვიყო, მაინც იმათი ცხოვრების ან რავი აი იგივე თუნდაც მეორე ნახევრის ცხოვრებით. მანდაც ხო საზღვრების დარღვევაა. ყველაზე მაგარი საზღვარი. მანდარი თუ არის საზღვრის დარღვევა, მეორე ნახევარი გირყვევს ყველაზე მეტად საზღვარს და მანდაც თავიდან რაღაცნაირად ჯობია რომ ურთიერთპატივისცემით საუბრით და რაღაცებით თქვენი პატარა სივრცეები დაიტოვოთ რა, რომ აი ესე უხეშად არ ჩაერიოთ რიგ საკითხებში. კი. და აი ეს ვიტყოდი, ყველაზე გამოკვეთილი ნაცვალსახელი საზღვრების დარღვევის. ჩვენ. ხო. არსებობს, ნუ ჩვენ არსებობს რაღაც მოცემულ მომენტში, ჩვენ ახლა ვაკეთებთ პოდკასტს, ხო? ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ. მაგრამ მე მარიანა რომ მოგშივდება და მე რომ გეტყვი რომ ჩვენ ბურგერი ხარ გვეჭამ, არ არსებობს ეგ ამბავი, ხო? იმიტომ შენ შეიძლება შემწვარი კარტოფილი გინდოდეს და მე მინდოდეს ბურგერი. ანალოგიურად, ხო? აი ხიათ გაიგეთ რა. ისევე ჩვენ ბურგერი ხარ გვეჭამ. ო, ჭამოთ ბურგერი. მე არჩევნის ის არა. ხო, ანალოგიურად რა გაიგეთ დედებისგან, მამებისგან, აი ჩვენ იქ ვიყავით, ამდენ ლაპარაკია 40 სიცლის ადამიანზე და ასე შემდეგ, რომ ეს ჩვენ არის ძალიან აი მართლა საგანგაშო. ეგ ბავშვობიდან მოდის, რომ აი პატარა ბავშვები დამოღებული აქვს, რომ ყველა დედა მაგას ამბობს, რომ დღეს გავისეირნეთ, თუ დღეს კაკაშკები ვქენით, დღეს ავიცერით, დღეს ბაღში პირველად წავედით. რას ქვია, აი, მაკედონი. ხო, აი, ყურს ისე ცუდად ჭრის, რას ქვია, ავიცერით არა, წავედით, მე და ჩემი შვილი აიცრა და ერთად წამოვედით უკან. კი არა, ავიცერით, აიცრა. ხო, ტექნიკურად. ყველი კი არა, ამოგვივიდა, ამოუვიდა. თუ შენც მაშინ ამოგჭრას სიბზნეს, შეიძლება ვთქვათ, რომ კბილები ამოგვივიდა, იმასაც და მეც ერთ დროს ეგ სხვა არის, არა. წინა ორი კბილი ამოგვივიდა, რა. მაკედან იწყება, რომ ეს ჩვენ. და ძალიან საგანგაშო. და მიდი საერთო Facebook-ზე, მის მესჯების წაკითხვაზე, ეგეც რომ აი ნდობის ამბავი როა ვითომ, რომ აი პაროლები და რაღაცები რო აქვს, შეიძლება საერთო არ იყოს, მაგრამ რაღაც პაროლები და ის რო აქვს Facebook-ების. შეიძლება ადამიანს დასამალე არაფერი არ ქონდეს, მაგრამ მე რომ ვწერ ჩემს დაქავს იქნება თუ ჩემს ძმაკაც რაღაც ინფორმაციას არ უნდა ნახოს მისმა მეორე ნახევარმა. რატო უნდა ჩემი პრობლემა რატო უნდა იცოდეს? თუნდაც ჯანმრთელობის, თუნდაც ოჯახის წევრი, რომელსაც მე მეგობარს ვუზიარებ და მე რო ვიცი რომ იმ მესიჯს შეიძლება ვიღაცა მის მეორე ნახევარი კითხულობდეს, ანუ მე უკვე შებოჭილი ვარ, იმიტომ რომ საზღვარი მაქვს რომ იმის ეს ახლობელი ამ უნდა იცოდეს, იმან არა და აი მან გადის ჩემს საზღვარზე რომ მე იმასთანაც უკვე იცავ. აი მაგ აბსოლუტურად გეთანხმები, სოციალურ მაქსელებმაც დიდი ეს როლი ითამაშა ბჭყალებში მაგ საზღვრების. ო, მაგას ვამბობდი და არაო, ჩამქოლე 10 წუთის. არა, სოციალურ ქსელები არ გითვლი არა. ეგ თქვი, ყველაფერი გამოჭერე, შენ TikTok-ი აღიქვი რატომაც მაგრამ. ყველაფერს ერთად გულისხმობ. და მოლოსკე რო წავიდეთ, აბსოლუტურად მაგაში ბოლოსკე უნდა დაგეთანხმა, რომ შენია არჩევანი, შენ წვიტავ მისკენ. წვეთ, ხო. მე წვიტავ, რას ვიტყვი რა. რა შეჭამ, რას დალევ, ვინ შეგიყვარდება, ქრისტიანი, მუსულმანი, ბუდისტი, ასე შემდეგ. შეიძლება არავინ არ შეგიყვარდეს, მანდაც რატომ აქ მოცემულობა, რომ აუცილებლად უნდა დავოჯახდე. ისე არ შეიძლება რომ მე მარტო რაღაცა ვაკეთო. არა, ეგეც ძალიან მოცემულობა. ეგ ძალიან, ამას არ ვამბობ, რომ ცუდია, კაცო.
ეგ ცუდი არ არის, ძალიან კაია, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა, ის რომ ქალმა შეიძლება თქვა რომ მე შვილი არ მინდა, ჩაქოლა. რას და ქვია? საზღვარს დაგირღვევენ ყველა. ყველა პირდაპირ მნიშვნელობით წიხლით დამირღვევენ, ხო. ლაშქარი. ხო, რატო? ანუ მე მაქვს როგორც კის თქმის უფლება, ასევე არას თქმის უფლება და ეს არა რაღაცა უნდა ვისწავლოთ, რომ მე არ მინდა. მე ამას არ შევჭამ, მე ამას არ დავლევ, მე ამას ესე არ გავაკეთებ, მე იქ არ წავალ და რაღაცებს არ ვიზამ, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრებაა და თუ მე ცხვირს მოვიტეხ და რა ვიცი, მაშინ გადავარდები სადმე, კლდიდან გადავარდები შემთხვევით. ჩემი ცხოვრებაა და მაქვს უფლება რომ ცხვირ მოტეხილმა ვიარო და მე იმის აი გარი ყველაზე რთულად გასააზრებელი რა, რომ მე მაქვს უფლება რომ საკუთარი ცხოვრება დავინგრიო. ეგ არ ესმის საზოგადოება. მე მაქვს ამის უფლება რომ საკუთარი ცხოვრება დავინგრიო. ისევე როგორც ავაშენო. დაანგრევა ძალიან ცუდი რაღაცა მარკაც. თუ მე ვინგრევ ცხოვრებას, ამის უფლება მაქვს. ძალიან საინტერესო ამბავი არის სხვათა შორის და ბევრი არ დაგეთანხმება, მორალისტურ მხარეს არ გულისხმობ, ეხლა რელიგიას და ფსიქოლოგებს და ასე შემდეგ მაგაზე მუშაობს ეს. ცხოვრების დაანგრევის უფლება ხო მაქვს. მე ხო მაქვს, ნახე, მე თუ მაქვს მოცემულობა იმის, რომ მე მაქვს უფლება რომ საკუთარი ცხოვრება ავაშენო, ოჯახი ავაშენო, შევქმნა და რაღაცები, ასევე მე მაქვს იმის უფლება, რომ ეს ჩემი აშენებული დავანგრიო და ჩემი პირადი ცხოვრება დავინგრიო. ანუ ამით იმას კი არ ვამბობ, მე წავალ და თავი მოვიკლა. არა, თვით ყველობას არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. ცხოვრების დაანგრევას გულისხმობ, რომ მე ძალიან წარმატებული კარიერა იქნება თუ რაღაცა, მე აღარ მინდა, რომ მოსაწონი ვიყო და ერთი ხელის მოკიდებით გადავწყვიტე, რომ აი ეს არაფერი არ მქონდეს, უბედური ვიყო, მაგრამ ეს მე გადავწყვიტე, რომ ამ ყველაფერს ხალხი გადაუსვა. და შენი საქმე არ არის, იმიტომ რომ შენ ისევ თბილად ციხარ დივანზე სახლში რაღაცა ტელევიზორთან და დედას ან ცოლს მოაქვს ესე ცხელი საჭმელი და სულს უბერავს და ყოველთვის გაჭმევს. ანუ შენი ცხოვრება მაგით არ იცოდება, ჩემი იცვლება და მე მაქვს ამის უფლება, რომ ჩემი ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ ან უარესობისკენ. რამე ავაშენო, რამე დავანგრიო, მარტო ჩემი ცხოვრება. ეს არის ჩემი საზღვარი რა. ხო და მაგას დავაკონკრეტებ კიდე რომ აქ ასე არა ლაპარაკი, იქ აუცილებლად მოვალ და ხელს მოკიდებ შენ თავის ვიღაცას თუ თავის მოკლა გადაწყვეტილი, ეგ გამორიცხული თემა. მაგრამ ცხოვრების დაანგრევა არის პროცესი რა, მე უბრალოდ აი მისორდება რა, მაგ ცხოვრებას რომ ვინგრევ. ხო, მაგას და ვიღაც აი მორალისტი ტიპები რომ გამოდიან, რომ არა შენ ეხლა და აბა მოდი და ქეჩოში ხელი უნდა ჩაგავოთ და აი ვიღაც არის დამოკიდებული სიტყვაზე. ნარკო დამოკიდებული თამაშს თავისთავად ხო ძალიან ცუდი არის და ძალიან ისეთი თემაა, ხო? მაგრამ ის ადამიანი იმ პროცესში არის, ამ დროს ვიღაც არის გამოეცხადება და აბა ეხლა ჩვენ ეგ არის როგორი შველა არის, ნაძალადევი შველა არის, ხო და ნაძალადევი ვერ იქნება, ვერ შველა იქნება. ნაძალადევი მეტრო. ხო, და კოცირიძე იქნება. ვიცოდი რომ ეგ მოგივიდოდა აზრში. ხო და რო გავიდეთ მეგობრებო ყოველსკენ თემა ძალიან მე საინტერესოა და ძალიან მიყვარს მსგავსი ტიპის თემები, რომ რაღაც ადამიანის გამორკვევის თემაა, ხო? რომ შენ გაქვს რაღაცა საზღვრები და შენ თვითონ ხარ უსაზღვრო, აი ამ ზუსტად ეგ ამ მთელი მომენტი, რომ შენ საზღვრების არსებობა ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ უსაზღვრო. შენ შეგიძლია არასთქმა, შენ შეგიძლია խոսთქმა და ეს თავისებ ამას როგორც რაღაც 60 გასვია. ყველაფრის კეთება. მსგავსი ატრიბუტი არის შენი უფლება, როგორც ხელი, თვალი, რაღაც ორგანოები გაქვს. ესევე არის შენთვის შენი საზღვარი. აი ხა წარმოიდგინეთ რომ აქ ვიღაცა ესე რომ უიღეთ სახეს რომ გადებს და აი არ ვიცი ამოსუნთქის საშუალებას არ გაძლევს, აშკარად ცუდი არის და დასაფიქრებელია რომ გააქვს რა ეგ უფლება და სხვა მაქსიმუმ უფლება აქვს რომ რჩევა მისცეს. ხო, რჩევა მომეცი, აი რომ რჩევა შემიძლია გავითვალისწინო, შემიძლია არ გავითვალისწინო. ლევან მაგალითად რომ აი რა ვიცი დალევა ცუდი არის. დალევა ცუდი არის. ხო. და მე ნუ აი ჯამი ჭურჭელი არის. მადლობა ბატონო ჩემო. ხო, იმის კიდე შენ რომ მეუნები რომ აბა ბიჭო. ნუ სვავ, ნახე, ნუ სვავ. რო გიკრძალავ, არ მანთაც ხო რას ქვია, ნუ სვავ არა. მე გირჩევ რომ არ დალიო და რატო არ დალიოსაც მოგიყოლებ ჯანმრთელობის ამბავი, ფინანსური ამბავი, მენტალური ამბავი, ანუ ძალიან ბევრი ამბავი მოყვება მაგას, ამიტომ გირჩევ რომ არ დალიო, ცუდი იქნება რა, მაგრამ ანუ არ დალიოც არა, ანუ ამიტომ
თუ გინდა არ დალიო რა და მე გეტყვი რატო არის ეს ცუდი, მაგრამ მე რო ეს თავზე დაგადგები და ნუს სვავს, რომ გიყვირი, რას ქვია კაცო ნუს უნდა და სვავს, აი რაც უნდა ისქნას. მისი ცხოვრება, მე აი ეს არ უნდა გადავუწყვიტო. მე თუ ის მართლა მიყვარს, რჩევა უნდა მივცე და რაღაცნაირად ეს პრაქტიკაში კი არა ხო აი რაღაც მაგალითებით ვაჩვენო რატოა ცუდი. მინიმუმ იმიტომ რომ დაიღუპება კაცო, ხვიძრი დაეშრება, ყოველთვის თავი დაანებო და ეგ რაღაცნაირად შეუმსუბუქო რომ აი ეს იქნებ იმიტომ სვავს, კითხო საერთოდ რატო სვავს, იქნებ იმიტომ სვავს. ოღონ ეგეც ესე რას ქვია მითხარი რატო სვავ კი არა, აი რატო მივიდა ყოველდღიურ სვამდე, იქნება სხვა პრობლემა აქვს და მანდ დავუდგე გვერდით და არა ის რომ ბოთლი გამოვაცალო ხელიდან. შეიძლება ისეთი რაღაცა მითხას რომ ის ბოთლი გამოვაცალო და მე დავლიო მე. იმის პატარა უფლისობის არის. ხო. მინდა რომ დავიწყო იმიტომ სვა. მოკლედ რომ ეს იყო ჩვენი მეგობრებო, პოდკასტი. გულით სადაც და წარმატებებს გისურვებთ. Adios.